მოვედი სახლში გოგო. სახლის უსვაა მაინც. სახლში ისვენებს ადამიანი. ახლა ავიყიდე უნდა გავჩვენოთ. ეს იქნება წესით 3 ვიდეო არ არის ხოლმე, ხო იცით მე სულ 2 ვიდეოს ვიღებ დღეში და ეგრე მივდივართ ძალიან კარგად, მაგრამ დღეს 3 იქნება, რადგან იმ ვიდეოზე რაც ახლა დაიდება არ მინდოდა ეს რო გამეგრძელებინა საყიდლები და რაღაცები. კიდე რას გავაკეთე და რას მოვამზადებ. სალკე მინდა ეს. ხო, მოიცა, ჯერ ესენი ამოვალა რა არის. და გავიტანო. ესეთი პატარა ვიყიდე. საერთის ფუნდი. ასანთი. და ხილის პასტა. ეს დიდი ეს უყარა წარა, მარა ესე იგი ილევა. წარა, მარა. და ეს ამჩვენოთ. მასაკავი. ხო. არჩიცი ამდენი დავხარჯე. აი ორნაბიჩი რაც დავხარჯე. 4.5 მგონი, აი ამეებში დავხარჯე, ახლა რაც გაჩვიდით. და ორნაბიჩი დავხარჯე 46 ლარი. კვერცხი. სუპი 2 ლარი. Oi. Es. Agora mi vida almost 6 lari. Tinახოთ. ვნახოთ. ეს ძალიან გვიყვარს. მართლა სოსისი თუ მოგინდება ეს უნდა იყიდო. გემრიელია ძალიან. პამიდორი. ზეთი იყო ფაზაკლებით, არ ვაპირებდი ცოტა მაქვს კიდე, მაგრამ რახანის იყო კლუბის წევრებზე წამოვიდე. ორნაბიჩი გოგოებო გაძვირდა ყველაფერი, თუ მე მეჩვენება, კიდე უფრო გაძვირდა, გონი კიდე უფრო გაძვირდა, ეს ვიყიდე. იაფი როდის იყო რამე საერთოდ, მაგრამ ეგრე ვამჩნევ რომ გაძვირდა ზეთი მაგალითად. ეხლა აქ ამონაწერია რავი მარტო ის არის, რა ქვია, ჩეკი. მაგრამ ზეთი 3 ლარი, ადრე 3 ლარი ყიდა ხოლმე და 3.5 მე მგონი და ეხლა კლუბის წევრებზე არის ფასაკლებით მაგფასში. არ ვიცი ვეღარ ვიგებ უკვე. ეს იაფიკის ლარი და 21 მგონი. მინდა გავაკეთო სოკოს სალათი, ბრინჯი, სოკო, მაიონეზი და ხახვი და ეს, რა ქვია, ყამა მაგას. ბრინჯი ესეთი ვიყიდე. ვალი. მაკარონი ესენი იაფია ძალიან. ლარიგის ეს მაკარონი და ვერმიშელი და კიდე ნიკასთვის ეს ფილე. ამას გავაკეთო ფეხა, აქ დავდებ რომ გადმის და შევწვა. ეს პური ნახეთ. გუშინდელი მაქვს, მაგრამ რაღაცნაირი გახდაო მართლა. აი ერთი დღე და მე აი ესეთი ხდება. და ეხა გემრიელად რომ მჭამო, უნდა ახალი და იმ ძველს რა ვიყო? ძველს. უნდა შევწვა იმითი იყო. ძველს. კიდე კარგი რომ ეს იყო უყვარს და ჭამო. ძველი ძალიან კარგია, მაგრამ მეზეც ჩემი საყიდლები. მე ხო ჩემო რამდენი რამია. ხუმრობით, რა თქმა უნდა. ეგ ხუმრობით. ერთი დღისა.
ესენი, რა ვიცი, ესენი იყოს მაინც. აი ეს მაქვს ნაკიდი. კაგახანია მაქვს ეს რა ნაკიდი და გავაკეთოთ, რამდენი ხანი უნდა მედოს ახლა. მაიონეზი, ავტოვოთ, ეს ბრინჯი დამჭირდება, უნდა მეხასო, აი ამერ შევიდა. რაც არ მჭირდება, შევინახოთ. განმადებაც გადავიხადე, გოგოებო, ეკლესიაში ვიყავი, ისე მომეწონა, ისეთი ლამაზია, ხო ნახეთ. ძალიან კარგი ეს მაქვს ახლა განწყობა თითქოს რაღაცა ტვირთი მომეხსნა, მინდოდა წასვლა და თითქოს მართლა შებოჭილი ვიყავი, ვერ მივდიოდი და აი რაღაც ძალიან კაი იყო წავალ ხოლმე კვირაში ერთხელ მაინც, დღეში ერთხელ მაინც ყოველ შემთხვევაში რა. კი, მინდა ძალიან რომ წავიდე. და მადლობა უთხრა ღმერთს ყველაფრისთვის, ჯანმრთელობისთვის, სიხარულებისთვის, რაც მაქვს. მადლობა აბსოლუტურად ყველაფრისთვის, იმ ელემენტარულისთვის, რასაც ვყიდულობ, ვწვდები, ჩემი შვილები რომ მშივრები არ არიან. უმეტესი მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის და ამას რომ მართლა ღვთის სახლში რომ შედიხარ და ჯერ როგორი სიწყნარია ამხელა გუმბათი და ძალიან იმას გულის შინაგან სიმშვიდეს და სიტყვებიც მოგდის მე უკვე. რა უნდა თქვა? რა უნდა სთხოვ? მე ყოველთვის მადლიერებით ვიწყებ ხოლმე და ვამთავრებ. ჩემი სიტყვები ეგ არის. მადლიერება. თუმცა შეგვიძლია ჩვენ ვთხოვოთ ღმერთს ჩვენი მოთხოვნილებები, რომ დაკმაყოფილდეს. მამაო ჩვენოშია ეგ. მომეც პური არსობისაო, ხო იცით? შეგვიძლია, თხოვნა შეგვიძლია, მადლიერება. ხო, ეს ამასაც შევინახავ და ცოტა ხანში დავიწყებ გოგოებო ჩემ სალათის მომზადებას რა. ამას ცოტა ხანში დავიწყებ. ცივაგარებ ძალიან ახლა გიაწავა, მათ ეს მოიყვანს და საღამოთი ესაც რომ ვართ ვიცით რომ მათე ვითომ უნდა გადმოეყვანა გიას და არაფერით გოგოებო ერთად წავედით. იქ არის მათე სკოლასთან ძალიან ვიწრო შესასვლელი, ზოგჯერ მანქანასაც ვერ აყენებს ხოლმე რა, ძალიან რთული ის არის გასაჩერებელი, ხო და რო ვერ გავაჩერო ჟანაუცბა ჩემ გადახვალო. ხო ვიყიდე რა ასან. ეგენი არის ყველა გადასაყრელი აბსოლუტურად. აღარც ერთი არ ვარ. ახალი გავხსნათ. ხო და გავყევი. მოვუყანეთ ჩემი ბიჭი. რაღაცეები გადაიდო სალათას ხვალ ვაკეთებ გოგოებო. სოკოს სალათის გაკეთება რომ მინდოდა ხვალ გავაკეთებ მაგას. და დღეს აი ამას მოხარშა. სოსის და მინდოდა ცაცაკი ჭამს. ყველა ჩემთან ეგრეა. იკას კვერცხი შევუწვი, მათე მე მგონი ისე მაკაროს მიიწეს, ნუ დღეს და ხვალ გავაკეთებ სალათს. და დანარჩენი კიდე ხვალინდელი დღე. ხვალინდელი დღეს თავისი საწუხარი აქვს, ხო იცით? დღევანდელი დღე არის ჯერ ჩასამთავრებელი.
გადავიხადე ჩემი განმადებები, გოგოებო. დღეს ეგ მოვიცილე და ერთი არის, ანუ ყველა არის 20 რიცხვში. და ჩემი არის 17-ში, ვერ გაკეთდა, ანუ 20-ში. ხო და უნდა გადამეტანებინა დრო დღეს, შემეცვალა დრო, ანუ და გადამეტანა 20-ში. და ჯერ ხო ველოდე, ის ძალიან დიდი არისო, მაგრამ იმედერად ნელა მუშაობდა ეს გოგო. მე აღმოჩნდა, რომ პირადობა არ მქონდა დამრჩა სახლში. ხო და ამოსვლაც დამეზარა, ერთ სიტყვით ეგ საქმე ვერ გავაკეთე. უბრალოდ განმადებები გადავიხადე დღეს რაც იყო გადასახდელი და ეხლა 17-ში ჩემ ტელეფონისაკი გადავიხადე უკვე 17 რიცხვში და ანუ იქითა 17-მდე არ მაქვს რა გადასახდელი, მაგრამ მინდოდა რომ ერთ დღეს მოვაქციო, რომ ანუ ეს დღეს გავფარო ხოლმე რა და ვიცოდე რომ всё ყველა განმადება მაქვს გადახდილი 20-ში. ვერ გავაკეთე. ერთი წუთი. ვენცალია 2 3 4 5 6 ცალი ყოფილა 400 გრამია მე მგონი. ორი საჭირი. ხო და ანუ ადრე გოგოებო ერთი პერიოდი ძალიან მქონდა გული გატეხილი განმადებებზე და ვფიქრობდი რომ განმადებას აღარ გამოვიტან ბანკთან ურთიერთობა არ მინდა. ნიკატი მეუბნება რომ დედაო ვისაც ფული არ აქვს იმათიაო განმადებაცო და ბანკებიცაო რა ბანკი ანუ მილიონერებსო და ვისაც დიდი შემოსავალი აქვთო რა შეჭიდება თუ საერთოდ რა ბანკიო და არც უკეთებენო. ნუ არც სჭირდებათ და საერთოდ მათ ურთიერთობა არ აქვს თუ რა ბანკებთან და მაგაზე დავფიქრდი და მართალი არის. რა თუნდაც მაგათ ბანკები. ჯერისადაც რო გვიჭირს ჩვენ განიდებენ კიდე. პლუს ხო ბანკები ფულს და მიდრდებიან. მაგრამ რა არის იცით, რაღაც მომენტში ხეს გიმართავენ. ეხლა მე ტელეფონები რო ვიყიდე 3 ტელეფონი და ერთ წეში რო ღიღინით გადავიხდი ისე რომ ვერც ვერაფერს ვერ ვიგებ რა ფაქტიურად. ადვილად ვიხდი. ანუ ადვილად იმ გაგებით რომ ხა 200 ლარამდეა ხო და 200 ლარი არ არის ახლა მთელი თვე ისეთი თანხა რომ ცოტ-ცოტას რომც გადადვა ესე ცოტ-ცოტა ხო ყოველ დღე ისე გიგროვდება რომ ვერც იგებ და შერჩება ხოლმე ტელეფონები. ახლა კი მილიონერები არ მიდიან და არ აკეთებენ რა თქმა უნდა ბანკში განმადებას, მაგრამ მათ არც სჭირდებათ ყველაფერი. რაც უნდათ და ჩვენ კიდე რო გჭირდება და ხელი რო გვემართება, ამითი მაინც ადრებლები ვართ. ეხლა მე მადლიერი ვარ რომ ტელეფონი ფაქტიურად გატყდა და იმითი ვერაფერს ვეღარ გავაკეთებდი და ჩემი საქმე ეს არის და რომ მომემართა ამაში ხელი ძალიან მადლობელი ვარ. მოგყვით. ის ამოწყდეს. ხან ესე, ხან ისე, ხან განმადება იქნება, ხან სესხი იქნება გოგოებო და რაღაცნაირად უნდა ამოვძვრეთ ჩვენც ერთად, ვინც ჩემ მდგომარეობაში ხართ, ერთად უნდა
ვიაროთ წინ, ვისაც ახლა გული შურით და ბუღმით აქვს ავსე და შეიძლება ის YouTube-ში კარგად ჩანს, მაგრამ თქვენ გარშემოც რა. პრინციპში სოციალურ ქსელებში მე YouTube-ი მაქვს, თორე Facebook-ზე ძალიან კარგად ჩანს და ყველგან კარგად ჩანს, ხო? ხო იცით თქვენ გარშემო რაც ხდება. ხო და მათთან ურთიერთობა შეწყვიტეთ. კარგია რომ გამოჩნდნენ, დაბლოკეთ, შეწყვიტეთ მათთან ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ეგენი სუეგრე იქნებიან მიზნებში. წინ ვერ წავლენ, ვერანაირად. აი რა ჭაობშიც არიან, როცა სხვიშეციქშუ. ციბოროტეებს აწერენ, რომ გაგაოცებენ და ანუ თქვენ წინ დაინახავთ, რომ ესეთი ადამიანები თქვენ თვალწინ დაინახავთ, რომ ერთი და იგივე ადგილზე იქნებიან წლები. თქვენ ვიაროთ წინ. ვისაც გვიხარია ერთმანეთის სიკეთე, ერთმანეთის წინსვლა, ვისაც გვიხარია. რავი, არსებობს ადამიანი, რომ ვიღაცებს შურდეს. არ არსებობს. უბრალოდ შეიძლება რაღაცნაირად თუ არ მომწონს ადამიანს, შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს რა, ყველა ვერ მოგეწონება, მაგრამ ეხლა ბოროტებით გაივსო გული იმ ადამიანის მიმართ და რაღაცა ღმერთმა დამიფაროს, არც ერთი ადამიანი არ ხდებოს დედამიწის ზურგზე ჩემთვის აი ესეთი. ამ მდგომარეობაში რო ვიყო, ეს რამხელა ბედნიერებაა, იცით, ეს ყველამ თავისთვის უნდა გააკეთოს და მე რო გითხარით, რომ კურსი ვიყიდე მეთქი, გახსოვთ? კურსი რო ვიყიდე ნეგატიურ ადამიანებზე, იქ ვუსმენ ხოლმე და თავიდან არ მომეწონა და მე მომეწონა. გოგოებოდ ყველად არ გადავიხადე ფული. მომეწონა ისეთი რაღაცეები დამანახა და ისეთ რაღაცეებში ჩამახედა და ჩამახვედრა, რომ ძალიან მომეწონა. ზუსტად მაგაზი არის. ტექნიკებზე როგორ დაიცვა თავი ესეთი ადამიანებისგან, რომ აი ვერ მოგეკარება ვერავინ აბსოლუტურად. როგორ გასწავლის ამ ყველაფერს ეს პიროვნება, ყველაფერს გასწავლის აბსოლუტურად რა. ესეთი ადამიანი თვითონ არის ცოდო. თვითონ და შენ როგორ უნდა შეივსო, შენ როგორ უნდა აივსო, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. თურმე, ძილს, ვარჯიშს, ბუნებაში გასვლას, რაშჭამ, აბსოლუტურად ყველაფერს აქვს და როგორი ურთიერთობები გაქვს. შენ თუ ბოღმა გაქვს გულში ეს შეკლავს. ეს ყველამ ვიცით ახლა, მაგრამ გამეორება ცოდნის დედააო და ყველად არ გადავიხადე მე მაგ კურსში ფული. ძალიან ბევრი კაი რაღაცა დავინახე და ჯერ კიდე ყველაფერს არ მოვუსმინე რა, როდის დაიწყო 12-ში მთავრდება დღეს. 12-ში არა კაცო, 12-ში. დღეს ხო არის? 12 დღე, არა 10 დღიანი კურსია და 2 მარტს უნდა დაწყებულიყო მგონი და გადაიწია და დაიწყო, იმიტომ ახსოვს 12. 2 მარტს დაწყებულიყო 12-ში დამთავრდებოდა. მე გადაიწია და ანუ 22-ში მთავრდება. ეს ხო არის, ხვალ ზეგ თავდება. ხო და ძალიან მომწონს, ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, როგორ ცხოვრობ შენ თვითონ და მაგას ვამბობდი. თუ შენ გული გაქვს, ღვიძლიც სავსე და ის კი არა, ურთიერთობაც თუ ვინმეს თან გაფუჭებული და ცუდი, ეს გჭამს შენ თვითონ. შეიძლება ურთიერთობა ვიღაცასთან არ გინდოდეს, არ მოგწონს ადამიანი და არ გინდა ურთიერთობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ გაქვს მის მიმართ გაბოროტებული. არავითარ შემთხვევაში პირიქით კარგს უსურვებ მას ყველანაირად, უბრალოდ რაღაცნაირად არ გინდა რომ
არ გინდა მასთან ურთიერთობა, არ მოგწონს მასთან ურთიერთობა და ხარ შენ შენთვის. შენთვის ის თავისთვის. მაგრამ უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს მას გულიდან. რაც შეეხება ნათესავებს, რაც შეეხება მშობლებს, ეს ამ კურსიდან რაც ვისწავლე რა გოგო. შეიძლება მშობელი არ იყოს იდეალური, ან შენი ოჯახის წევრი, მაგრამ მათ მიმართ სხვანაირად არის სიტუაცია. მათთან თუ ურთიერთობა არ აქვს კარგი ურთიერთობა თუ არ აქვს, ნეიტრალური მაინც რა. ნეიტრალური მაინც. თუ არ აქვს, ეს ყველაფერი განგრევს. შენთვის არის ეს ძალიან ცუდი. ძალიან. ეს ყველაფერი მე ისედაც ვიცი ბიბლიიდან, მაგრამ ძალიან კარგი კურსი. კარგია. ეს კურსები შემომიბრუნდა ისე ის რა, ერთმა არ გაამართლა, ერთმა ძალიან არ გაამართლა, მაგრამ აი ეს ძალიან მომეწონა. და ბევრი რაღაცა დავინახე და შეხსენება იყო ეს ჩემთვის. თუმცა ვიცი, ანუ მშობლებთან და შენ საგვარეულოსთან თუ არა გაქვს ურთიერთობა მოგვარებული, თუ მაგალითად რამეც რო დაეშავებინათ შენ მშობლებს, ისეთი ისტორია მოყვა ამ პიროვნებამ, შვილს ისეთი რაღაცა გაუკეთა მამამ, რომ აი არც ემინდა თქვა, წარმოუდგენელი რაღაცა გოგოებო და შვილმა აპატია. ეს აპატია და არ ვიცი რანაირად შეძლო ეს ყველაფერი, მაგრამ აპატია და ჩემი თავისთვის გავაკეთეო ეს. ჩემი თავისთვის. ეხლაც მაქვს მამაჩემთან ურთიერთობაო, ვურეკავო, ფულსაც ვუგზავნიო და ის ვერ აპატიობს თავის თავს. და თვითონ არ მეკონტაქტებაო, თორე მე ვურეკავო მასო და ვეკონტაქტებიო და ფულსაც ვუგზავნი ხოლმეო. არ ვიცი, აი ძალიან რთული ისტორია იყო. ეგ ისტორია, მაგრამ თუ მით უმეტეს ესეთ მამებს პატიობენ ადამიანები, გოგოებო, არ ვიცი რა, რანაირად, მაგრამ პატიობენ და თუ ეხლა ისეთი არაფერია და უბრალოდ წყენების გამოყო საერთოდ რა. ეს საერთოდ დავივიწყოთ. ანუ მათ მოგვავლინეს, ჩვენ რო არსებობთ დედამიწაზე. ღმერთები არ არიან ისინი, მაგრამ ღმერთმა მათ მისცა იმისი ფაქტიურად უფლება, რომ ჩვენ მოვევლინეთ. და თუ მას პატივს არ ასცემ ურთიერთობა არ გაქვს მასთან, კარგად აწყობილი დედას და მამას არ წაკივა კარგად საქმე და ეს ბიბლიაშიც წერია. ღვთაშვილის. არ წაკივა კარგად საქმე. ეს საგვარეულოსთან და მშობლებთან ძალიან აუცილებელია რა, მშობლები პირველია, რომ მშობლებთან არა აქვს აზრი ცოცხალია თუ მკვდარითა მშობელი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება გარდაცვლილიც იყოს მშობელი, მაგრამ როგორი ურთიერთობა გაქვს? დიახ, ხანტირის ხოლმე დედამისი რო გაახსენდება, ისე უყვარდა და ისე არ მახსოვს გიას რო სახელი დაეძახოს დედამისისთვის, ან რაღაცნაირად სხვანაირად მიემართოს. არ არსებობს, სულ დედას ეძახდა. ბოლომდე ერთხელაც არ დაუძახია სახელი და პატივცემულოდ მიმართვაზე ხო საერთოდ ზედმეტი არის ლაპარაკი და მამასთან გაცილებულები იყვნენ, მაგრამ მამასთანაც არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. ჩემი დედამთილი ისე გაცილებული იყო. და მე ჩემი მშობლები ხო იცით, ძალიან მიყვარს. მიყვარა. ხო, რა ვიცი, გოგოებო, ერთი მაშინ ვერ მოყვები მაგ ყველაფერს რა, ძალიან მაგარი კურსი არის. დავამთავროთ აბა და კიდე რაღაცეებს გეტყვით, კიდე რა იქნება. მოაგვარეთ თქვენ მშობლებთან ურთიერთობა აუცილებლად რა, აუცილებლად თუ ვინმეს რაღაცა პატარა წენები ისა, ხო იცი ხა ზოგიერთი შეიძლება ადამიანი მშობელიც იყოს დამძიმებული ბუნებით, გაიარა რაღაცეები, მაგრამ ცხოვრება რთული, მაგრამ
უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენ მშობლებთან გქონდეს მინიმუმ ნეიტრალური ურთიერთობა მაინც, მინიმუმ რა, მინიმუმ ნეიტრალური ურთიერთობა. თუ ვერ პატიო მშობელს, ეს ძალიან ცუდია. ძალიან. შენთვის არის ცუდი, შენთვის. საკუთარი თავისთვის. და დანარჩენი ურთიერთობებიც, რა თქმა უნდა, ეხლა როგორც მშობლებთან პასუხისმგებელი ხარ ფაქტიურად, რომ მათთან ურთიერთობა უნდა იყოს. ძალიან კარგი, ესი არ ხარ ეხლა ნებისმიერთან პასუხისმგებელი, მაგრამ ყველასთან უნდა ეცადო, რომ გქონდეს კარგი ურთიერთობა შენთვის. ეგეც შენთვის, შენი თავისთვის. წავედი, მიყვარხარ ძალიან, გაკოცეთ, დროებით. ყველამდე.